თელისახე დამწვარი მქონდა თვეები დასჭირდა კანს რეგენერირებისთვის ღებინება კვირები გამიგრძელდა BBC-ს ხმაურიან ჟურნალისტურ გამოძიებას პროევროპული აქციის მონაწილეები ეხმაურებიან. ავტორიტეტულმა მედიამ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გაარკვია, რომ ოცნებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი გამოიყენა. კამიტი მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. ოცნება BBC-ს საგანგებო განცხადებით პასუხობს ავტორიტეტულ გამოცემას სამართლებრივი დავით ემუქრება და მედიას Deep State-ის პროპაგანდისტულ იარაღს უწოდებს. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია, თქვა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის გამო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან. უსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ 4 ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამოდ ცნობისთვის მიმართა. თეთრი წყაროს მოსამართლემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაც დაადგინა. ახლა ხუჭუა ამბობს, რომ ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ყველგან შამპუნი არსად კობახიძე აქცია პერფორმანსი მთავრობის კანცელარიასთან, სადაც დღეს მთავრობის ხდომა გაიმართა. მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო წარწერებით შამპუნის ბოთლები მიიტანეს.